სასაცილო. როგორ იცდიან? წავედი, კარგად. მიყვარხართ. მოვიდა დრუზუდა. დღეს გვიან გაიღვიძეს გოგოებაც და დედიკომაც. კარგად, წავედი, მოვალ მალე. კარგი? ბაი. წავედით გვირილაში, ვიყიდოთ მე ამას ყავა. მე და ყავის გარეშე როგორ შეიძლება, ასე რომ შეძენილია ყავა და წავედით ახლა ქუთაისში. მშვიდობისა ყველას, მოგესალმებით. მოკლედ ყავა ვიყიდე და მივემართები ახლა ქუთაისში, რომ გავიარო ბიბლუში, გოგოებს მინდა ვუყიდო რაღაცეები, ანუ სახატავი, ვეული, ფლომასტერები და მსგავს რაღაცები, იმიტომ რომ არ ჩამოგვიტანია ჩვენ ადგილი არ მქონდა ფიზიკურად ვერ ჩავატებდი. ხო და აქ შევუძენ ახლა და მე რომ მოვბრუნდები, წავალთ მღვიმეში მე და ევეკო. ახლა დარჩენ დაჯიბებოსთან, დაისეინებდნენ ერთად, დღეს შედარებით გვიან ავდექით. არ ვიცი რატომ, მაგრამ დანი რაც ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე კი არა, საერთოდ არ ხდება, 10 ნახევარზე გაიფიცა. ხო და კარგი გამოგზინებული, თვალები დასციებული. ისაუზმეს. და მეც მოწესრიგდი, მე არაფერი არ მჭამია სახში. რაღაც ამშიო და ვიყიდე ყავა. მივემართები ქუთაისისკენ, ასე რომ წავედით, ახლა ვნახოთ რას აღმოვაჩენთ ქუთაისის ბიბლუში და კარფურში და ვიყავი კარფურშიც, ვიყავი ბიბლუშიც და სახში რომ ვალ მე მოგიყვებით ჩემს პერიპეტიებს. ხო და ეხა მივდივარ ჩემს დაქალთან, ბავშვობის დაქალთან სამსახურში. კი მართალია ის ვერ გამოვა და ვერ ვნახავს, მაგრამ მე შევძლებ რომ მივიდა და ვნახო, რადგან სალაროში მუშაობს და მინის იქაც იქნება და გამოსვლა არ შეიძლება. ორ შემთხვევაში ასე შევძლებ ნახავს. ხო და წავედით ახლა ნახოთ თიკუნები და მე წავიდეთ სახში. შევიდეთ შიგნით და ვნახოთ რა მოვიტანე. გადაგესხა? არა უშავს თე? აშუნე? რისი სუნი აქ? ყავა? ვაუ! კარგი. რა ვიყავით როგორ თქვა? წადი მიდი შედით. დედა. ბატონო. ბიჭი რატო დადა? ბიჭი მარ დადო, დედა ბაბუამ დადო. წადი, წამოვნახოთ რეები მოვიტანე. მოვედი სახში და გაჩვენებთ ახლა რეები მოვიტანე, ვიყავი კარფურში და ვიყავი ბიბლუში და პირველი კულტურული შოკი იყო აი ეს. კარფურში რო შედიხარ, ესე გისკოჩავენ ცელოფნებს და დამისტეპლერეს ჩანთან. აი, გოგო. ბიბლუსის ჩანთაც დამისტეპლერეს და მეთქი წესი და რიგით უნდა იტოვებდეთ მეთქი და არაო, ძალიანო დიდიო მარკეტი არისო ესო და ჩვენო იმდენიო მომხმარებელი ყავსო ჩანთასო ვერ დავიტოვებდო და გამეცინა. ანუ იქნებ საერთოდ არ მინდა რომ დამისკოჩო ეს. გოგოებს ბიბლუში უყიდე ესეთი ორცალი გასაფერადებელი ცხოველების უყიდე დანიელას და ქართული ამბანი უყიდე ეველიკუნას, ესეც ასე. შენ ცხოველი ხო? მოიცადე კიდე რა ვიყიდე ბიბლუში ვიყიდე ასევე ესეთი გუაშის საღებავები, ასევე ვიყიდე ესეთი ფუნჯები. ნუ ფასებზე რა შოკი მაქვს, მაგას ერთი წამი დედიკო, ერთი წამი და ეხლავე მაგაზე არ ვამახვილებ ყურადღებას. კარფურში ვიყიდე გოგოებს ცარცი. ძალიან დიდი აქ ხარ და ხატავ ახლა ცარცით ეს გარეთ უნდა გამოიყენო. მათ ცარცით არ ვხატავთ დე, მათ ფანქრებით. ასე ვიყიდე ერთი შეკვრა პრინტერის ფურცელი, რომ ხატონ, იმიტომ რომ სახატავი რვეულის ყიდვას ერთი წუთი გოგოებო რა, სახატავი რვეულის ყიდვას აზრი არ აქვს. ჯერ ერთი უფრო მცირე რაოდენობით ფურცლებია შიგნით და მე ფაქტიურად ამ ერთი შეკვრის ფასი აქვს სახატავ რვეულებს. ასევე ვიყიდე კარფურში ესეთი აბაზანის სამეული, ფასდაგლება ქონდა 10 ლარი და
და შანსი არ გაუშვი ხელიდან. ესეთი სათლელი, ეველინას ეძინება მე მგონი და ესეთი ფანქრები. არა მაძინება. არ გეძინება, ასევე ვიყიდე 2 ცალი. ისე დაგაფრნა და ვიყიდე კაფურში 2 ცალი თეთრი პური და გამოვიარე ჩვენს უსაყვარლეს ნაირში და აღმოჩნდა რომ აცხობენ ჭვავის პურს. 1 წუთი გოგოებო და წამოვიღე ჭვავის პური. დედაჩემ უნდა დავსვა დიეტას. და კიდე რა ვიყიდე? ფუნჯები ვიყიდე, ფუნჯები ვაჩვენე? ვაჩვენეთ ფუნჯები, საწავიდა ფუნჯები. ხო და სხვათა შორის კომენტარებში დამიწერეს ქუთაისლებმა ნაირნაირიო, ქუთაისში რო არა გვაქო, ქუთაისში გააქვთ ნაირნაირი, უბრალოდ მისამართს დაგიზუსტებთ, ანუ რა ქვია იმ ქუჩას და გეტყვი. ფლომასტერი არა გვაქვს, გვაქვს ფანქრები. ტერიტორიულად ვიცი, არ ვიცი ის ქუჩას რა ქვია. მოკლედ ნაირნაირი ქუთაისში არის პარლამენტის შენობას რო გავწდებით და ვიდრე ავტოქარხნის ხიდზე გადავალ, ხელმარჯვნივ დევნილების დასახლება რო არის, აი იმ ჩიხში შეხვალთ და დევნილების დასახლების წინ არის ზუსტად და ანალოგიურად უგემრიელეს პროდუქციას ამზადებენ როგორც წყალტუბოში და ეს უზარმაზარი კრემიანი პონჩიგები რო არის ასე მთელი მტევნის ხელა და 1 ლარი რო ღირს და რო იწუწუნეთ კომენტარებში ქუთაისშიო სად ვნახოთ აი ქუთაისშიც აგაქვს ძალიან გემრიელი აი მართლა უგემრიელესია უბრალოდ ალუბლიანი იყო ყველაზე გემრიელი და ჩემი ფავორიტი და იმედია დააბრუნებენ ისე. ესეთი ამბები. ეხლა გოგოებს მოუწესრიგო ეს ფანქრების და სახატავების ისა, რომ დაჯდნენ და დახატო. და გიჟურად კი გამოვიყურები, რადგან რაც სახში მოვედი. ვისადილე, მისარი არ გავჩერებული ვარ. ვალაგებ ჩემებურად. ხო და ეხლა მე და ევეკო მივდივართ მღვიმეში. ხო ევეკო? ხვალაც ზეგაც სამასობაში მანიპურით მოვცილდა. წავედით მოკლედ. ცხელად ძალიან მაგარი. აი მე აქ როგორი სიგრილია, ჩავიფუთნეთ, ევეკომაც ჩაიცვა. ხო და წავედით. დღეს ცხელა ძალიან წყალტუბოში. ხო და სახლიდან ესე ერთი ჟაკეტი რომ მოვიცი. აშკარად ძალიან დამცხა, მაგრამ აქეთ რომ მოვედით ახლა გრილა. მაგრამ შიგნით ცივა, ხვევე? როგორ ცივა შიგნით, დე? ძალიან. წავედ გავჩერდებით 1-2 საათი. გამიცივდა ფეხები. ფეხები გავიცი. გაუცივდა ბავშვს ფეხები. მე ვიქნე. აღარ ჩემე ობროსტინოს. ობროსტინოს? შენ წახვალ წინ წამიძღვები? აი მე ნელა ვლაგდები. ხო და ბილეთიც ვიყიდე უკვე. მე და დანი უნდა დავბრუნდეთ ათენში. რადგან გვიწევს ოფთალმოლოგთან ვიზიტი და ევეკუნა გაჩერდება დაჯიბებოსთან, ხო? ხო. თან გვიან გიობაბუნო. გვიან გიობაბუ. გიობაბუ სულ გვიან მოდის. წავეც ახლა მღვიმეში. ქალბატონი ეველინა დროს არ კარგავს. თან მათემატიკას ვარჯიშობს. ტუნტულიკო შეგწვიდა? ისე რა, შეფუთნული. დადი ტუნტულიკო გაიყინა. ხელები გაეყინა. მოდი დიდიკო აქეთ გადავიხედოთ რა კარგია. ტყე რა კარგია. ნახედე რა ლამაზია დე სიმწვანე რა კარგია რა დედი ჰა და სიტყვი შენ რა სიტყვი ლამაზია ტყე გამახინა თითები წავიდე მანქანაში გათფები არ გათფი ახლა გარეთ გამოვედით გარეთ თბილა წავედით ჯადოსნური ტყე რო იქნება ისეთი ადგილია. ელფები ცხოვრობენ აქ. განი არასწორად მივდივართ? რატო დედა?
რატომ მიდივარ დედიკო არასწორად ნელაწადი გოგო ნუჩქარობ შერიან უბნის ბავშვებში ჩემი გოგოები რა დღეში ხართ გოგო ჰაი ნაიყედე გიო ბაბუსულესე რაღაც გემრიელობით ბრუნდება სამსახურიდან გოგოებისთვის და ამჯერად მოგვიტანა უგემრიელესი მოცვი